ერთი ის მაინტერესებს მითი არის თუ არ არის აი თვითონ ვარჯიშის დროს შუალედებში შესვენებებში წყლის დალევა არ შეიძლება ასეთი მე არის როგორი მითით აი ძალიან ცუდი მითით ან რომ ადრე იყო ეგ რომ აი რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს რომ არ ბენინებდნენ მე რაღაც 4 ძმა ბოდიში 3 ძმა მყავს და ნუ ერთ-ერთი ნუ ძალიან დიდი არის ამიტომ ის პერიოდი გამოვლილი აქვს და ნუ აი სპორტზე რომ დადიოდა რაღაცა 1 საათი საათნახევარი არ ბენინებდნენ ისე რომ წყალი არ უნდა მოგეწრუპა აი არც ერთი გრამი. არ პირიქით არის სიამოვნებაში უნდა მიიღო ჰიდრატაცია. რა უნდა ხო იმიტომ რომ მე და ცხენზეც ესეა მე ცხენზე ვიცი რომ წყალი არ უნდა დაალევინო თორემ მოკვდება. ხო არა სავარაუდოდ იმასაც უნდა დაალევინო იმიტომ რომ რაღაცა მექანიზმი რაც ხო არ ვიცი შესწომაში შეგვიყვანით ცხენზე არ ვიცით ხალხო ადამიანმა უნდა დაალიოს ის მითიც იყო რომ აი რაღაცა მენტალურ და რაღაცა გამძლეობას ფიზიკურ გამძლეობას ეხმარება მაგრამ სიამოვნებაში არ ეხმარება იმიტომ რომ ჩვენ თუ თქვა წყალს არ დავლებთ ხო ჩვენი ფიზიკური რაღაცა მონაცემები და ჩვენი ის თუ სადამდე შეგვიძლია წავიდეთ საკუთრად მცირდება მე თუ წყლის დალევით შემიძლია უფრო მეტი ვირბინო ვიდრე წყლის არ დალევით რა თქმა უნდა მეტი სირბილი ჯობია ერთადერთი არის ის რომ აი ძალიან თუ გული გვაქვს აჩქარებული ეგრევე რომ წყალი მოვიყუდოთ და რაღაცა თავზე გადავისხათ ეგრე არ არის კაი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვერ მოვასწრებთ ათვისებას და შეიძლება გული აგერიოს უცებ იმიტომ რომ იქ რო გული გაქვს აჩქარებული შენ რო უცებ წყალს დალევ შეიძლება კუჭამდე ვერც კი ჩავიდეს და კიდევ ის რომ ძალიან ბევრი არ დავლიოთ რომ უბრალოდ დისკომფორტი არ გქონდეს მუცელში. მეტი არაფერი. ხო, ეგეც დისკომფორტის ამბავია, რომ აი ხა მე მომსვლია ხანდახან, რომ ბევრი დამილევია, იმიტომ რომ უცებ ძალიან მწყუროდა და უბრალოდ მე ცოტა მაწუხებდა მუცელში, თორე ანუ მაგით ცუდი არაფერი არ ხდება.